მე ვარ ზაზა ებრალიძე 22 წლის ბათუმიდან. ვარ დამწყები ბიზნესმენი, ასე ვთქვათ, სტარტაპერი უფრო ვიდრე ბიზნესმენი. პროცესში ვარ ბიზნესად ვაქციო ჩემი სტარტაპები. ძალიან მიყვარს მუსიკა, სხვადასხვა საკრავებზე ვუკრავ. ბევრი ადამიანი დამახასიათებდა როგორც შოუმის მოყვარე, მიზანდასახულ, კეთილ და ალბათ ძალიან მხეულ ადამიანად. სტარტაპებთან ერთად დავდევლოთ მუშაობ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. და ალბათ ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდ ნაწილს რაც შეადგენს, ეს არის ეკლესია და ვსახურობ უკვე მე-11 წელია სტიქაროსნად ვაკის მაცხოვრის პრინციპის ტაძარში. გავიზარდე ქართულ ტრადიციულ ოჯახში, ძალიან თბილ ოჯახში ასე ვიტყოდი, იმიტომ რომ ორივე მშობელი ავისი ძალიან თბილი და მოსავალო და გვერდში მდგომი ადამიანები არიან. რელიგიას, ასე ვთქვათ, ქრისტიანობას თან შეხება ბავშვობიდანვე არ მქონია, იმიტომ რომ მშობლები, ასე ვთქვათ, სხვა რელიგიის წარმომადგენლები არიან. მაგრამ აი ბავშვობიდანვე შინაგანად მქონდა განცდა, რომ ქრისტე იყო ჭეშმარიტი ღმერთი და რაღაცა ყოველთვის მქონდა შინაგანი განცდა, რომ ოდესაც მეც ქრისტიანი გავხდებოდი და ქრისტეს ვემსახურებოდი. მოვინათლე როცა ვიყავი 5 წლის და ამის შემდეგ უკვე ქრისტეს სახურებაში ვარ. ყოველი წამით ვცდილობ, რომ ძალიან ბედნიერი ადამიანი ვიყო და ძალიან მხიარული, მაგრამ არის ხოლმე მომენტები, როცა ეს ბედნიერი ადამიანიც მოიწყენს ხოლმე და როცა საბოთა თავს მომავდება, რაღაც ტკივილებს ხედავს. ერთ-ერთი დიდი ტკივილის, რაც მართლა მთელი ბავშვობიდან გულით დავაქვს, არის ის, რომ მშობლები და მე განსხვავებული რელიგიის წარმომადგენლები ვართ. მე რახან ვიცი, რომ ქრისტე არის ჭეშმარიტი ღმერთი და მხოლოდ ქრისტესია გადარჩენა, ის შინაგანად მაინც ძალიან სევდას გვრის ის ფაქტი, რომ ჩემი მშობლები არ არიან ქრისტიანები და ან ისეთი მომენტი ახლა დავიგვენი. შინაგანად მაინც ძალიან სევდას გვრის, რომ ჩემი მშობლები არ არიან მონათლულები და ეს რელიგიაში ერთობა რო არ გვაქვს ოჯახს, ძალიან გულდასაწყვეტია, იმიტომ რომ აი ქრისტეში როცა ერთიანი ოჯახი, სხვა სიყვარულია, სხვა სითბო, მიუხედავად იმისა, რომ სითბო და სიყვარული შეიძლება ოჯახს არ აკლდეს, ქრისტესთან საერთოდ სხვა ერთობაა და სხვანაირი ბედნიერება აქვს ოჯახს და ეს ფაქტი ძალიან ამძიმებს ჩემ ყოველდღიურ მხიარულებას, როცა საბოთა თავს ვუხმარდები, ძალიან მძიმეა ხოლმე ამ ფაქტთან თვალებში ჩახედვა და ძალიან ბევრი ოჯახის წევრი დამეკარგავს ისე, რომ ლოცვა არ შემიძლია მათთვის, აი ბებია იქნება, ბაბუა და სხვა ნათესავები, სხვა მეგობარი სამწუხაროდ დამეკარგავს და მათთვის ლოცვა არ შემიძლია და ქრისტეს ადამიანის ცხონება უნდა და ეს მაძლევს დიდი იმედს, რომ ქრისტე მათთვისაც ჯვარზე გაიკრა, მათთვისაც აღდგა და შეიძლება რომ ქრისტე მოიყვანს მათ ჭეშმარიტ წმენდაში, რაც გავიგაზე ქრისტეს სიტყვები, რომ ვინც არ იშობა სულისაგან და წყლისაგან, მას საუკუნე ცხოვრება არ ექნებაო. ეს ყოველდღე 7-8 წლის ვიყავი, აი მაგის მერე ეს შინაგანად ძალიან ამძიმებს ეს ფაქტი, რომ მშობლები საერთოდ სხვა რელიგიის წარმომადგენლები არიან და შეიძლება დამიდგეს დღე, რომ მე მათთვის ლოცვა არ შემეძლოს და ეს ძალიან მძიმეა ხოლმე ჩემთვის რა. ტაძარში მივედი თუ სწორად მას 2014 ან 15 წელი იყო. სახში მქონდა საბავშვო ბიბლია ნახატებით იყო და ნახატები ეწინავი ყოველთვის მიყვარდა ბავშვობიდან. წავიკითხე ქრისტეს ცხოვრება, საბავშვის ქრისტეს ცხოვრება და იქ ეწერა ასეთი სიტყვები, რომ ვინც არ ეზიარება ჩემს სისწრაფოს, მათ ჩემთან და საუკუნე ცხოვრება არ ექნება. აი ალბათ ღმერთმა მალიშა და მე მიყვარდა იპასუხამდე, რომ აი ვინც არ ეზიარება ჩემს სისწრაფოს, მას საუკუნე ცხოვრება არ ექნებაო და ვიცოდი, რომ მე მინდოდა ღმერთთან ერთად ცხოვრება. შემდეგ როგორც მოძღვარია ვიყვანე, იმის შემდეგ მსახურები ტაძარს და ზუსტად 1 წელიწადში ან წელიწად ნახევარში დაახლოებით გავხდი სტიქაროსანი. ნიკოლოზოვის დღესასწაული იყო მახსოვს. ზერომ ჩავამ ზერომ ამოვა სადაც დღეა თუ სამამოა სადაც შევარდამეოდებინე ზოგჯერ ფეხით ზოგჯერ გემებით მოწყენებით შევიგებებით გელაგზებით შენთან ჯოლაფსებდებით მუსიკას ალბათ ძალიან დიდი კავშირი აქვს სულიერებასთან, იმიტომ რომ როგორი მუსიკაც მოგწონს, ალბათ ეგეთი შინაგანი განწყობაც გაქვს ადამიანს. სულიერებასთან კიდე ის კავშირი აქვს, რომ თვითონ საგალობლების ცხოვრებაც მუსიკალური ნაწარმოებები ასე უხეშად ვთქვათ და საგალობლების შესრულება ძალიან მიყვარს და თითქმის მე 5 წელი დაიწყო, რაც უკვე გალობელი გავხდი და ამ ბოლო პერიოდში უფრო გავიაზრე, რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული საგალობელი, თითოეული ნოტი გალობაში და რამდენად ძვირფასია ღმერთისადმი გალობება.